მოგესალმებით ბატონო თამას, ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს ჩვენი სტუმარი ხარ. დავსაუბროთ მოკავშირეებულ აფხაზეთის რეგიონში არსებულ ვითარებაზე. დაიწყო რეგულარული ფრენები ოკუპირებულ რეგიონს და რუსეთს შორის, გუშინ პირველი რეისი შესრულდა და მივხვდით აი პროცესების შეფასება, ვიცით რომ აეროპორტი ეგრეთ წოდებული შეთანხმებით გადასცეს რუსეთს, ფრენები აღდგენილია 30 წლის შემდეგ და აი ამ განვითარებულ პროცესს მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები საინფორმაციო პორტალის შემოქმედებით კოლექტივს და წარმატებებს გისურვებთ. რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას, როგორც თქვენ, ისე ჩვენც ამ საკითხებში ვინც უშუალო კავშირშია, ახალი არაფერი არ მომხდარა რუსეთის დამოკიდებულებაში ამ ოკუპირებულ ტერიტორიასთან, ჩვეულებრივად სიტყვას ხმარობ ჩვეულებრივად, იმიტომ რომ ეს უკვე დღის წესრიგში ყოველდღიურად დგას. ეკონომიკური ანექსიის მორიგი აქტი ხორციელდება. როგორც თქვენ აღნიშნეთ, 1 მაისს პირველი ავიარეისი ჩატარდა, ვისა განხორციელდა მოსკოვსა და სოხუმს შორის. 50 კაციანმა თვითმფრინავმა პირველი რეისი შეასრულა. De facto ადმინისტრაციამ და მისმა მომხრეებმა ძალიან პომპეზურად შეეცადნენ ყოველ შემთხვევაში აღენიშნათ ეს ღონისძიება, როგორც დამოუკიდებელი რესპუბლიკის გარესამყაროსთან ურთიერთობის დაწყების ახალი ფაზა. ამის დასტურად ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრებიც მოსკოვის პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო, ჯანდაცვის მინისტრი მუშკოვი და სხვები, რომლებმაც ავიარეისის ჩატარებასთან ერთად ასევე თავიანთი დასწრებით, ასე ვთქვათ, მხარი დაუჭირეს მოსკოვის სოხუმის მარშრუტით ელექტრონული მატარებლის დიოსკურიას პირველ რეისს, რომელიც მათი აზრით რეგულარულად იმოძრავებს მათ შორის. მე აღნიშნე იმთავით ვიტყვი, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სამოქალაქო ავიაციის საქართველოს სააგენტომ შესაბამისი განცხადებები გააკეთეს ამ საქმესთან დაკავშირებით, ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, საქართველოს ორგანული კანონის ოკუპირებულ ტერიტორიებთან უხეში დარღვევა. ეს არის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ICAO-ს დებულების უხეში დარღვევა იმ დებულებისა, რომლის შესრულება ნაკისრი აქვს თვით რუსეთს და ამით ხაზი გაესვა რუსეთის, ასე ვთქვათ, უკან მოუხედავ ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, ასე ვთქვათ, გეგმებს, რომ აფხაზეთის ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორია, საქართველოს ეს ძირძველი რეგიონი გახადოს თავის ნაწილად და გამოიყენოს თავისი, ასე ვთქვათ, მიზნების განსახორციელებლად. რა დატვირთვა აქვს, თუ შეიძლება ეს ასე შევაფასოთ, აი ამ ავიარეისების გახსნას და საერთოდ ამ ფაქტს რუსეთისთვის, აფხაზეთისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ აფხაზეთის აეროპორტი, როგორც თქვენ აღნიშნეთ ძალიან სწორად, გადაცემული აქვს ექსპლუატაციისათვის ესეც სპეციალური ხელშეკრულებით მოსკოვს, არის თავისი პარამეტრებით ძალიან მსოფლიო დონის, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო ობიექტი. მას აქვს დიდი მანძილის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი ძალიან სულ თავისთავად სტადიონზე ძალიან
რომ 10 ბალიანი სისტემით 8-9 ბალი ეკუთვნის სამხედრო დანიშნულებას ამ აეროპორტისა და 1% ასე ვთქვათ ტურისტების მოზიდვას, მაგრამ de facto აფხაზეთის ეკონომიკის მესვეურები შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ამ აეროპორტს და ავიარეისებს არ შეუძლიათ წამგებიანი იქნებიან და იცით რატომ? იმიტომ რომ აფხაზეთის ტერიტორია ახლა ენგურიდან დაწყებული ფსოუნდე თითოეული მიწის ასე ვთქვათ თითოეული ტერიტორია ბრილიანტივით არის და აღქმული არის როგორც საკურორტო ზონა, მაგრამ ძირითადი დატვირთვა მოდის როგორც მოგეხსენებათ გაგრაზე, ბიჭვინთაზე, ახალათონზე და ესენი უფრო არიან ჩtildeო დასავლეთისკენ და ტურისტისთვის ძალიან ხელსაყრელია სოჭის აეროპორტიდან, ცნობილი ადლერის აეროპორტიდან შევიდნენ, იმიტომ რომ ახლოსაც არის და რაც მთავარია, ორჯერ უფრო იაფიჯდება. ეს ავიარეისი თუ ჯდება მოსკოვი სოხუმი ერთ მხარეზე, სადღაც ჩვენი 15000 მანეთი, ჩვენი გადასახედიდან ლარებში თუ გადავიყვანთ სადღაც 450-500 ლარამდე, იქ ჯდება ნახევარი ამ თანხისა. და ამიტომ ძალიან საეჭვოა, რომ მაინც და მაინც სოხუმში დაფრენით იყვნენ დაინტერესებული ის ტურისტები, რომელთა შემოსვლაზე ძალიან ხმამაღლა ლაპარაკობენ სეპარატისტი ეკონომისტები. ერთ-ერთი მათგანი, ვინმე სელეზნოვი ლაპარაკობს, რომ ეს გაზრდის 11%-ით შემოსავალს ტურიზმიდან და ეს მიაღწევს რაღაც 50 მილიარდ რუსულ რუბლს, რაც დაახლოებით 600 მილიონზე მეტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ვინ არის ამ პარამეტრების შემოწმებელი de facto აფხაზეთის ტერიტორიაზე? არავინ. თქვენ მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ არ არსებობს არც სახელმწიფო, არც საერთაშორისო, არც სამთავრობო და არც არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც შეუძლიათ რევიზია გაუკეთონ იმ მონაცემებს, რომლებსაც სტატისტიკის დეპარტამენტი აფხაზეთისა აცხადებს. მათ როგორი რასურვილიც აქვთ და რა უნდათ მოაჩვენოთ გარესამყაროს, იმ ციფრებს ასახელებენ. ჩვენი რეაქცია ამ საკითხებისადმი მთლიანად არის დადასტურებული საგარეო საქმის განცხადებაში და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დამოკიდებულებაში. თავისთავად ცხადია, დევნილი ლეგიტიმური ორგანოები, საკანონმდებლოც და აფხაზეთის მთავრობაც ნეგატურად აფასებენ ამ საკითხს და მხარს უჭერენ იმ ღონისძიებებს, რომლებიც დასმული უნდა იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული და პოლიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე, რომ ხმა იმაღლონ რუსეთის მხრიდან განუწყვეტელ დარღვევებზე იმ კანონმდებლობისა, რომელიც უნდა რეგულირდებოდეს საერთაშორისო სამართლით და ცალკეულ ქვეყნებთან მიმართებაში იმ ორგანული კანონებით, რომლებიც ჩვენი სუვერენიტეტის უზრუნველსაყოფად არის გაკეთებული. კიდევ ერთხელ, როგორც დავიწყე, ისე მინდა პატარა ბოლოს ასე ვთქვა. ახალი არაფერი არ მომხდარა აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან. გრძელდება სახელმწიფობანას თამაში სეპარატისტი ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მიერ, სხვათაშორის ახალი პრეზიდენტის დიდ გამარჯვებად არის შერაცხული საინფორმაციო სეპარატისტული საინფორმაციო საშუალებებით ამ ბადრა გუმბას აი ასეთი ახალი მოსულია და უკვე რამდენი წარმატებული ნაბიჯი გადადგა და არა და თქვენ მოგეხსენებათ კარგად და ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს ეს კარგახანია მოსირებს აეროპორტის ამოქმედების საკითხი და ზუსტად იგივე შეფასებები თბილისიდან და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებიდან და მათ შორის ჩემი პირადი არის იმ ელექტრომატარებელთან დაკავშირებით, რომელსაც დაახლოებით დიოსკურია სახელი და რომელმაც დაიწყო მოძრაობა რეგულარულად მოსკოვსა და სოხუმს შორის. ერთს დავამატებდი კიდევ ამ საკითხთან მიმართებაში. მას შემდეგ, როდესაც
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში მოგეხსენება თქვენ ძალიან კარგად შესულია დოკუმენტი და შეერთებული შტატების სენატორები ლაპარაკობენ რომ გამანადგურებელი ახალი სანქციების მიღებას წინასწარმეტყველებენ რუსეთის მიმართ რუსეთისთვის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია თუნდაც ასეთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი მაგრამ მათთვის უმნიშვნელო რეგიონში რაღაც სიახლის და რუსული პოლიტიკის გატარების ასე ვთქვათ პომპეზური აღნიშვნა, მასზე გამარჯვების პომპეზური აღნიშვნა, რაც უნდა ჩავთვალოთ ადრე დაწყებული მილიტარისტული ექსპანსიის, ეკონომიკური ექსპანსიის მემხედველობაში მაკოჩამჩირის ნავსადგური, ჯარის დაყენების და ბაზების მშენებლობის საკითხები, ერთ-ერთი ამის ასე ვთქვათ სარეზერვო ღონისძიებად, რომელიც მოემსახურება მათ მომსახურებას მოემსახურება ეს ობიექტი გახლავთ სოხუმის აეროპორტის ამოქმედება და არავითარ შემთხვევაში არავინ არ უნდა ჩათვალოს რომ ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად ცხოვრები ადამიანების სოციალური, პოლიტიკური და მატერიალური დაცვის საკითხებს მოემსახურება. თქვენ ახსენეთ რომ თავის გუნდს ფაქტორი და რომ გავეხსენოთ ფებრუარში, როდესაც საპილოტო ფრენა განხორციელდა და ჩამოვიდნენ სოხუმში აი საპილოტო რეისით ჩვენ ნახეთ ბილეთები სადაც ეწერა სოხუმი ბაბუშერა საქართველო აი აზერბაიჯანი და სპორტეს საქართველო იყო იქნა ძალიან სწორი აბსოლუტურად ინტერესის გამომწვევი შეკითხვაა იმიტომ რომ de facto უშიშროების საბჭოს მდივანმა ვინმე რაულ ლოლუამ თქვა რომ კი იკავო არ გვეთანხმება საერთაშორისო ორგანიზაციები არ გვეთანხმებიან კანონდარღვევად ითვლება საქართველოს ასე თვლის მაგრამ თავარია ჩვენ ხალხს მოვემსახუროთ თავარია რომ ადამიანებმა სითავისუფლე იგრძნონ და ამიტომ ამას არ აქვს მნიშვნელობა და რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს ის უნდა გაუქმდეს ეს სხვადასხვა ბარციცის გამოსვლაშიც იყო ხაზგასმული და რაც მთავარია მესიჯი რომ თბილისი უნდა შეეგუოს რომ ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ ესეც ახალი არ არის მაგრამ ამას სისტემატურად იმეორებენ და ეს დამეთანხმებით რომ ვინმე რაულ ლოლუას აზრი არ არის მოსკოვიდან არის მითითება რომ ამას ხშირად გაუსვით ხაზი და რაც შეეხება თქვენს მიერ აღნიშნულს ეს არის კიდევ ერთხელ საერთაშორისო ორგანიზაციების და პირველ რიგში პირდაპირ გეტყვით სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის იკაოს გულის მოგებისკენ მიმართული რომ აი ჩვენ საქართველოსთან კი არ გავდივართ გერბიც მიუთითეთ და დროშაც და რაღაცეები ეს არის მუხტო სიმუხტლე რა ამ საკითხებში რომელსაც ყველაფერს კადრულობენ კრემლის ხელდასმით აფხაზის სეპარატისტები ეს არის მე თქვენთან არაერთხელ ისედაც ეთერშიც და ისედაც მისაუბრია რომ მე ყოველთვის იმიტომ ვსჯელობ de facto აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებზე რომ ეს ყველაფერი ჩემს სახლში ხდება თორემ მე არ მაინტერესებს რას აკეთებს იქ მარიონეტი ხელისუფლება რომელიც თლიანად დაკავშირებულია რუსეთთან ძალებთან და აშკარად გამოკვეთილად მტრულად არის განწყობილი ქართული ყველაფერი ქართულისადმი და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისადმი საქართველოს რესპუბლიკისადმი ასე რომ ჩვენთვის სასარგებლო არაფერი არ ხდება გარდა იმისა რომ აეროპორტი ფუნქციონირებს და ჩვენო დავრუნდებით დრო არ დაგვეკარგება მისი ასე ვთქვათ გარემონტებისათვის ეს არის კარგი დადებითი მომენტი ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა აღვნიშნო თქვენი საინფორმაციო პორტალების ხარდაჭერა დევნილი სახელმწიფო სტრუქტურებისადმი აფხაზეთის თქვენ ხართ მარჯვენა ფლანგელი იმ საინფორმაციო საშუალებებში რომლებიც ამ საკითხებისადმი სისტემატურად ინტერესდებით და ჩემი კოლეგების სახელით დევნილი მოქალაქეების სახელით უღმესი მადლობა თქვენ ამისათვის წარმატებებს გისურვებთ